გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ახალი ამბავი უნდა გითხრათ. აგერ გუშინ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი რო დაიჭირეს, ეს ყველას გეცოდინებათ უკვე ბინადრობის უფლებებს რომ აკეთებდა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ ამით არ ამოიწურება და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არა მხოლოდ ბინადრობის სპეციალიზაციით არ მუშაობენ. აი მაგალითად ეს ვიღაცა ლაშაცანავა ყავდათ ბინადრობის გაკეთების სპეციალიზაციით გადამზადებული და ამ მიმართულებაზე მუშაობდა. განქორწინება თუ ვინმეს გნებავთ რაღაცა საქორწინო კონტრაქტების გაფორმება ამ სპეციალიზაციით ლევან ხაბეიშვილი მუშაობს თურმე. ჯადოს მოხსნა გაკეთება და იქ რაღაცები თუ გნებავთ. თინათინ ბოკუჩავა ყოფილა ამის გრანდმაისტერი. ყავის ჭიქის დატრიალება და ყავაში მკითხაობა და კარტის გაშლა გუბაზა სანიკიძის ბიჭი ყოფილა, ძალიან სერიოზული მაგ ამბავში და ასევე თავად გუბაზი თურმე ნაციონალური მოძრაობის ოფისში ატარებს კურსებს, როგორ უნდა მისცე ტრაკი ვიღაცებს უმკირნეულოდ, ისე რომ არ გეტკინოს და თუ გეტკინა ეს ტკივილი ისე რომ შეიკავო, რომ სახეზე არ დაგეტყოს. შუბლის ზარგვი როგორ უნდა გაიწვიტო, ისე რომ საერთოდ აღარ გახსოვდეს დანარჩენი ცხოვრების მანძილზე. და მოკლედ სხვადასხვა სპეციალიზაციით ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს მოღვაწეობას, ასევე ვისაც გნებავთ ტრაკისტის მოწმობის აღება, რომ მოწმობაში რო გეწეროთ, რომ თქვენ ხართ ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობის მიერ აღიარებული ტრაკისტი და თქვენ ამის უფლება გაქვთ და იქ ხელმოწერები იქნება ხაბეიშვილი, ბოკუჩავა, სანიკიძე და ვიღაცა კიდე პროჭიაშვილები. ხო, კიდე რას აკეთებენო ნაცები? ხო, კიდე პატარა სანიკიძეზე იძახიან, აი რომ მკითხაობს და ყავას ატრიალებს და გული გახსენიო და კარტი ამოიღე და რაღაცებს რო გებაზრებაო. ერთი ხუთლარსაც თუ დაუმატებო მკითხაობის მერე სერიოზულ მინეცაც აკეთებსო, ქალი კაცი სულ ერთია მაგისთვისო, ხუთი მაინთი დაუმატეო, თვალი ჩაუკარი, ესე ანიშნეო და ეგ არის იქვე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ტუალეტში, თავისი კუთხე ქონია პატარა ლევანიკოს და იქ თურმე სასწაულებს აკეთებს პირით. ხო, და კიდე რაც ყველაზე მთავარია, ამათ ეს მკითხაობის წილები, რაღაცა ბინადრობის გაკეთებიდან მიღებული ფულების წილები, ჯადოს მოხსნა დადების წილები, ამ რაღაცა გუბაზას კურსების და გუბაზიჩის აი ამ მინეტიდან აღებული ფულების ყველა წილი თურმე ერიცხება მიხეილ სააკაშვილის და მიხეილ სააკაშვილი მერე აგზავნის უკრაინაში იარაღის შესაძენად ამ ფულებს, ხო? ეგრე იყოს რატო არა. უარესყლეობებს არ აკეთებენ ახლა ეს რა ვინმეს გაუკვირდება თუ რა. მოკლედ სერიოზულად არ შეგიძლია დღეს აი ამ ბანძებზე ვილაპარაკო რა. აი რა უნდა ვთქვა სერიოზულად, შეხედეთ რას გვანან. ეს ცანავა ყავდათ სერიოზული თაღითი ვიღაცა, იქ რო ეუბნება ირანის ძმა, ეხა უთხარიო ამასო თარჯიმას რო ეუბნება. თუ ფულს არ მოიტანს და ბინადრობის მოწმობას თუ არ გაუკეთებო, მეო, ხვალო ამას დახვდებიანო, გააჩერებენო და პირდაპირ აეროპორტშიო და ნახვი გააგდებენო. რაცებს იქ აიზმენებს და უსულებს. ხო, ვისთან მიქონდა ეს საბუთები ცანავას? ცანავამ თვითონ წერა-კითხვა არ იცის რეალურად, ამას სერიოზულად ვიძახით. ცანავა ყოფილი პოლიციელია, ძველი თბილისის რაიონში მუშაობდა ნაცების დროს. მერე ქოცი გახდა, მერე ქოცებმა რო აი ამ თაღლითობების და რაღაცა ყლეობის საშუალება რო არ მისცეს, ისევ ნაცებში გაიქცა. და რეალურად არის არასერიოზული კაცი, აი ეს აფერისტი, ვიღაცა რა ვიცი, დაცვაც არის, ნაციც არის, ძღოლიც არის. ეხლა როგორც აგერს ამ ბოლოს როგორც გაიყვა თურმე მიგრაციის სამსახურის უფროსიც ეგ ყოფილა მოადგილეც და მოკლედ ყველაფერი ეგენი არიან რა. არ ვიცი სხვა რა ვთქვა.
ვისი თქმაც მინდოდა გითხარით და ალვადაობ რა, ეს ჯადოს მოხსნა რამე თუ დაგჭირდებათ, მიდით ოფისში ნაცებთან, კითხაობები, ტრაკისტის საბუთი თუ დაგჭირდებათ, ამაზეც ნაცებთან უნდა მიხვიდეთ, ოფიციალურ საბუთს გადმოგცემენ და ევროპაში გზა ხსნილი გექნებათ, ვიზა აღარ დაგჭირდებათ. ასევე როგორ უნდა მისცეთ უმყივნეულად უკანალი და თან ამ დროს აი კატლეტის ჩეკები კვილებით როგორ უნდა გეჭიროთ ისე რომ ჩეკები არ დაზიანდეს, ამის კურსებს ჩაგიტარებთ გუბაზა. ხოლო გუბაზას ბიჭზე გითხარით ყავა, კარტი და მინეტი გუბაზას ბიჭის მონოპოლიაა და ყავა, კარტი და მინეტი თუ გაინტერესებთ, მიგზავნით ოფისში და პირდაპირ ლევან სანიკიძესთან ვართ თქო უთხარით და მკითხაობა მე მგონი 25 თუ 30 ლარების და 5 ლარსაც თუ დაუმატებთ, ოღონდ ეს უნდა ეცინკავთ. ამ 25 ლარს რომ იცენ მკითხაობის, ცალკე 5 ლარიანი უნდა ამოიღო, ესე დაანახო, თვალი ჩაუკრა და ესე ანიშნო და всё, გაგიყვანთ, შეგიყვანთ მოწესრიგებულ ტუალეტში, დადგება 4-ზე და პირით იზავს სასწაულებს. ასე რომ, აი ვისაც ამ რაღაცების ინტერესები გაქვთ, ნაციონალური მოძრაობის ოფისი და რიგები დგას თურმე უკვე გუშინ ტყიდან. მოკლედ ეს არის ვისი თქმაც მინდოდა და ბოლოს უნდა ვთქვა მაინც რა, ნაცებს მოუტყან დედის ტრაკი, როგორც გრიშაონიანი იტყოდა და ვისაც ნაცების რამის სიმართლის გჯერათ და იმის რომ ხაბეიშვილი მაგარი კაცია და მართალი კაცია და სიმართლეს ლაპარაკობს, თქვენც მოგიტყანთ დედის ტრაკი, როგორც მაგარი კაცი გრიშაონიანი იტყოდა და ხო, აქედან მოვიკითხავდი ბატონო გრიშა, თქვენ ხართ გამორჩეულად კარგი და მაგარი და ჯიგარი ქართველი და ღმერთმა დიდხანს და კარგად გამყოფოთ. თქვენ ვისაც აგინებთ, ყველა გრისები არიან, მაგერთ მოუტყან დედის ტრაკი მე. დაგემშვიდობებით.